გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი ტელევიზიიდან ყოველთვის გადაეცემოდა სიუჟეტები, ინფორმაციები, პოლიტიკური მიმოხილვები და ჩვენ განვიხილავდით ხოლმე ყოველთვის საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას. ამავდროულად ჩვენ ვეხებოდით საკითხებს, იმ შიდა პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხების მართლაც არსებობს ამ ქვეყანაში და მართლაც არის და ჩვენ ამას ზოგადად ვსაუბრობდით და ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ყველა პრობლემატური საკითხები, რომელი პრობლემატური საკითხებიც არსებობს ინდივიდუალური ადამიანებთან მიმართებაში, ეს საკითხები ყოველთვის უნდა იყოს მოგვარებული. მაგრამ დღესდღეობითაც გრძელდება რაღაც არსებობს ის ჯადოსნური წრე, სადაც ამ პრობლემატურ საკითხებს არანაირი რომ მეტყვი ის არა აქვს გარღვევა. მე მინდა დღეს ახლა თქვენ აი პირდაპირ მტკიცებულებების სახით გესაუბროთ და მე მინდა დღეს კონკრეტული ადამიანი წარმოგიდგინოთ, სწორედ ის ადამიანი, რომელი ადამიანის შეეჯახა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემატურ საკითხებს არსებობდა წინა ხელისუფლების ხელში და გადმოვიდა ახლა დღევანდელი ხელისუფლების ხელში და ფაქტიურად არანაირი აბსოლუტურად ნაბიჯის არ არის გადადგმული აი ამ დიდ პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ამ პიროვნების მიმართ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ბორის ხაჩატუროვი. მე მინდა ბატონ ბორის ხაჩატუროვთან მიმართებაში ზოგადად გითხრათ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის ძველი, ძირძველი თბილისელი, კარენოი თბილისელი. ასეთი ადამიანების მხრებით მოვიდა დღეს ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა იციან რა არის თბილისური ცხოვრება. თბილისი მრავალეროვანი ქალაქი არის. აქ სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, იეზიტი, ებრაელი, ქართველი, უკრაინელი, რუსი, ყველა როგორც იყო ეს საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე ასე ცხოვრობს ეს ადამიანი და ამ ცხოვრებით ცხოვრობს და ამ ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას. ამ ადამიანის მამა, რომელიც დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო თურქეთის ომში, ყველგან ნაომარი იყო ეს კაცი და ეს საქართველოს სახელით ომობდა, ხო? და თქვენ წარმოვიდგინეთ ამ ადამიანმა, ბატონმა ბორისმა, სხვათა შორის მე მაქვს ინფორმაციები, ამ ადამიანის გარშემო მოვიპოვე ინფორმაციები, ბევრი სიკეთეები აქვს ნაკეთები. ძალიან ბევრი სიკეთეები, მათ შორის აი ავად სახსეებენ 90-იან წლებში, როდესაც ხალხს უჭირდა და რაღაც გარკვეული მიტაცებები იყო, ქონებების ის და მან გააკეთა ერთი კარგი დიდი ვაჟკაცური ნაბიჯი, როდესაც ედუარდ შევარდნაძე შევიდა და სთხოვა, რომ იქ დოლაბაურზე არსებული პროფილაქტიკა გადასულიყო მისი თანამშრომლების და მისი მეგობრების საკუთრებაში და არა მარტო მის საკუთრებაში. აი ნახეთ რამხელა დიდი აი სულიერული და ადამიანური ნაბიჯი აქვს გადადგმული ამ ადამიანსთან. ეს ადამიანი დღეს ახლა ფაქტიურად პენსიონერი კაცი, დამსახურებული ადამიანი, სახელმწიფო, რომელიც ასეთი ადამიანებთან მიმართებაში უნდა იყოს ძალიან ყურადღებით და პატივსაცემი აგებდნენ, უხდება სასამართლოებში სიარული, უხდება ძალოვან სტრუქტურებში სიარული სიბრილი და არანაირი აბსოლუტურად რეაგირება და არანაირი ყურადღება არ არის. უხდება გამგეობებში, მერიებში სიარული იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს ამ ადამიანთან მიმართებაში და არავინ აბსოლუტურად ნაბიჯს კი არ ადგამს. ეხლა მე მოდი ასე გავაკეთოთ მეგობრებო, თვითონ ბატონ ბორის მოусვინოთ ჩვენ და ჩვენ აი გადაცემის მსვლელობის პერიოდში განვიხილავთ ამ საკითხებს და კონკრეტულ ადამიანებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს არათუ მარტო ბატონ ბორისის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად ქვეყანაში საბოტაჟს ქმნიან და ქვეყანას ხდიან დემორალიზებულს. ბატონო ბორის, მოგესალმებით. მადლობ ყურადღებისათვის. მადლობ რომ მობზაინთ ჩვენთან გადაცემაში. მე ბედნიერი ვარ და მიხარია რომ დღეს ჩემ გადაცემაში ესეთი კარგი საპატივცემულო ადამიანი და მართლაც თბილისის კოლორიტი რა, იმიტომ რომ თქვენ ბევრი რაღაცეები ვიცით, თქვენზე და დღესაც ძალიან ბევრი რაღაცეები ვიცით. მე მარტო მოკლედ გეტყვით რომ ელიაზე დავეუბადე. იქ არ იყო ქართული სკოლა, სულ 80% კი არა მეტი ცხოვრობდნენ სომხები. დიახ. ხო და მეზობლებიც რამე, მაგრამ ერთი ოჯახი იყო, ხილტაძები, კარგად მახსოვს, რომ მისთანაც სულ ყველანი მივდიოდით
და კაი მეგობრობად ვიყავით ყველაფერი და მთავრე მე რუსული სკოლა, იმიტომ კიდევ ვეუბნები. ნეტავ იმ დროს ვაფშე არ ყოფილიყო არც რუსული, არც სომხური, ქართულად კარგად მაგრამ არ არის ეგაც არავის. მაგი ახლა ბატონო ბორის მომისმინეთ თქვენ ახლა მიუხედავად იმისა რუსული სკოლა დაამთავრეთ სომეხი ეროვნების წარმომადგენელი მზადებით ძალიან კარგად ფლობთ ქართულ ენას იმიტომ რომ გიყვართ საქართველოს და გიყვართ ქართული ენა და ამან განაპირობა ის რომ თქვენ კარგად ფლობთ ქართულ ენას ეხლა რა მინდა შეგეკითხოთ აი თქვენ რა ესე იგი დღეს რამ განაპირობა რომ თქვენ აქ რუსულიყავით და თქვენი გულის ტკივილი გეთქვათ არათუ მარტო საზოგადოებისთვის არამედ ხელისუფლებისთვის რომელსაც უნდა მოусმინოთ თქვენს ადამიანებს ეხლა რა არის? აი ეხლა თავარი ამ მომენტში დააკავეს პრემიერი, დააკავეს იქა, მაგრამ ეგენი ხომ მარტო ამდენი ფული საიდან ბანკიდან კი არ ამოიღეს, ეს მიდიოდა გამგეობიდან, მერიიდან, სხვადასხვა არხებიდან მიდიოდა ამდენი ფული ეხლა ისა ღარიბაშვილი 5 წელი მისეს 5 წელი ნებისმიერი ადამიანი წავა დაждდება და ის მილიარდები დარჩება, მაგრამ ეგრე არ არის. ასევე უგულავა 50 მილიონი ქოთმარული. სად არის უგულავა, რომელიც ესეთი მდგომარეობაში მოიყვანეს ქვეყანა? ან მიხაილ სააკაშვილი წავიდა უკრაინაში, იქითაც უნდა გაგრძელება ეს ყველაფერი და არ გამოვიდა, თვითონ ჩამოვიდა ხაბაგში ჩავარდა. ეხლა მე მინდა რამდენჯერ მიმართე მიხაილ სააკაშვილის რომ ეს მამაჩემი რომ სამხედრო იყო იქიდან ჩვენ ქონდა ბინა მარტო გარადოქში ჩვენ დავჭით იმიტომ რუსები წავიდნენ ჩვენ წასასვლელი ადგილი არ აქვს მამაჩემი თურქეთში დაიბადა გენოციდიდან წამოვიდა მარტო ერთი მამაჩემი გადარჩა და აქ 5 შვილი ყავდა ეუნებოდა ერთი ბოლო შემი გვარი არ დაიკარგოს მაგრამ ეხლა აქ უფრო გენოციდი უფრო ხდება გენ პროკურატურადან ეხლა მე გაჩვენებ თქვენ კადრები რა ხდება ისნის რაიონში სადაც გამგეობა ეგრე არ არის რა მოიყვანეს როგორ გარბიანა ელიაზე ჩემი ნათლია ჩემი მეგობარი თხოვა რომ მივიხედო მაგისი სახლი რომ მინდობილობაც მომცა რომ მოქალაქეობა აიღოს შვილები სულ ჩამოვიდნენ რა აქ არიან შობლები დამარხული ყველაფერი და დავიწყე მე ეს გამოუძახე საპატრულო დააფიქსირეს რომ არის საფრთხე მე შემდგომში რომ ეს კედელი შეიძლება დააინგროს და მოხდება ცენტრალური გაზის მილი გადის ხო და მირეკავენ მე იქიდან გამგეობიდან გურამ შალვაშვილიო ბატონო ბორისოვ შეგიძლიათ ახვიდეთ ისე დაიწყეს იქ დასამაგრებელი ისენი რა რაც რომ საძირკველი დავამაგროთ თხოვე მეთქი ორი ბოძი დადეთ რომ კედელი არ წამოვიდეს რა შემდგომში საშიში არ ამავალი ხედავ ერთი მუშა დგას ახადა სახურავი მოხსნა ის მილები სადაც წვიმა გადიოდა ხო და მეუნებ ეს რაკენი რა ვიცი რაც უფროსმა თქვა და წავიდა მეთქი შალვაშვილი იყო ვინ არის შალვაშვილი არც ვიცნო დავრეკე გამგეობაში მეუნები მოვიველით არც მივიღეს მეთქი ის სახლი ესეთი მდგომარეობაში არ იყო რა უდემო ესა ნებართვით არქიტექტურის სამსახური რაღაცა კაროჩი გავარა ეს ეგრევე დატოვეს ნაგავის შიგნით წავიდნენ და ახლიდან განცხადება შევიტანე მეთქი ეს ნაგავი ფული რო გადარიცხეთ იქ ხარც ანგარიშში იყო დაწერილი რომ მარტო გააკეთონ ორი დასამაგრებელი ბოძა რაც ჩემგან იყო მოთხოვნილი ესენი აიღეს სახლი ისე დაანგრიეს რომ დღევანდელი დღით აეხლა სასამართლოშია, საპილაციოში იქიდან მოვდივარ უზინაისიდან. ჩემი მინდობილობაო, მაგარის რომ მოგცა, უკვე ძალა არ აქვს, დაკარგულია. პირველ დისტანციაში იყო. კი ბატონო, პირველ დისტანციაში რო იყო, განხილეთ ერთი რა. რაც არ მოვიდა ეს კორუმპირებული ისა რა ქვია, შალვაშვილი, რომელიც ლუკა 2011 წაველი ვეძებდნენ სად არის
ავტოფარეხში გაფორმებულია ეგ პატრონი ეუბნება ვაფშე მე არ ვიცი ვაზისუბნის დასახლებაში 22 კორპუსი მაქვს ის ყველაფერი გაჩვენებ ჩვენ ეს მკიცებულობა და იქაც არ გამოჩნდა მომცეს პატრული რო აი რა ქნა სადვეძებოდ ჩვენ საჩხერის მაცხოვრებელია ხო და შევიტანე სარჩელი გადავიხადე 1300 ლარი სამოქალაქო წესით რა მეთქი ახლა ვიცოდი რომ კალაძეს არავის შენიშნა არ მისცემს კალაძე არის მაფიოზა ნომერ 1 პრემიერი კი არ უნდა დაეჭერეთ და დაეჭერა ჯერ კალაძე რომ ღიათ ეუნება 4 შვილი მყავს და ისა დიდი ხმაურით რომ მილიონერია მე რომ მილიონერია მაგის შვილები რა სხვების შვილები რა უნდა უყურონ და წავიდნენ იმაში კაროჩი გავარა ეს ჩვენ გვაჩვენოთ რა მდგომარეობაშია და ორშაბათს არის სასწრაფო მე ვთქვი ვადა გააგზელეთ რა ჩემი მკიცებულებად ამინდა ბატონო ეხლა მომისმენთ დიახ ეს მე ვიცავ ჩემი იმითი აი როგორ ეუნებიან იმიტომ რომ 2000 როდესაც გავიგე რომ არის საქართველოში საია ახალგაზრდული ასოციაცია ეს საქართველოს ახალგაზრდა იურიდთა ასოციაცია მიველი და მეთქი აი მე სადაც მივდივარ ძალიან დიდი თანხებს თხოვენ მე პენსიონერი ინვალიდი კაცი ვარ საიამაც მოგთხოვა თანხები საიამ არა თხოვა არა ეგენი აგენტები არიან ეხლა მაგას თქმა არ უნდა რა მარგალაშვილი რო წაიყვანა თავისთან და პარლამენტში იჯდა არიცოდნენ ყველანი კარგად იცოდნენ ეხლა სად არის საია ჩაიკეტა რომ მიველი მეთქი აბა რაც შემპირდით თქვენ სასამართლოში რაც არ გამოცხადით ფაქტები წარმოადგინე რომ როგორ წამართვეს ჩემი უძრავი ქონება ხომ წამართვით ეხლა გააგზელეთ აფინანსებს ევროკავშირი სტრასბურგის სასამართლოში გადაიცით რა ეხლა რა ორნაირი პალაჟენიას იჭერენ ეხლა უკვე არიან ჩიხეში ნაცრიშვილი უკვე რომ გამოდის ხალხს ეუნება ესე მაგის ბრალი იყო ზუსტად რომ მე დღევანდელი დღით მაგ იმაში ვარ ხო და ან პრეზიდენტი სალომე რამდენჯერ დავწერე რა მეთქი ქალბატონო სალომე ერთი ორი დამყავს სამი დამყავს ორი ერთი ინვალიდია ერთის 74 წლის არის და ეს ჩემი და რომელიც ჩემთან დადიოდა ეს სასაფლაო დაგვინირია რა მე დავწერეთ ჩვენ 25 სექტემბერს იმაში ისნის რაიონის გამგეობაში არანაირი რეაგირება არ მოყვა იმდენი მანამ სასაფლაო არ დაინგრა რა და სასამართლოში ისავქენი სარჩელით შევიტანე რომ ეს დავამკიცე ექსპერტიზით რომ იქიდან წყალი მოდიოდა მოსახლეობამ თქვა ნუ წვალო უთხარი რომ ჩაკეტონ ეს ისა ცენტრალური წყალი თუ ჩაქრება იქიდან არ გამოვა წყალი სასამართლო იმას სასაფლაოზე значит მაგის ბრალია ეგრეც მოხდა არა ეხლა რაც სიმართლე ეს ფრანგული ფირმა GVP რომელიც აი ჩვენთან რესპუბლიკაშია ძალიან კარგად მუშაობენ თუ მაგასთან მიხვალ ეგ რომელი GVP კომპანია წყალკანალი ხო წყალკანალი ძალიან კარგად მუშაობენ ეხლა ეგენი რო არ იყონ მე უკვე აზე ვარ საქართველოში რა მდგომარეობა ექნებოდა თბილისში რა საქართველო რა თბილისია დავარი ხო და მიმართე მე ველოდებოდი 2 წელი ლაშა კოჩიაშვილმა უარი განაცხადა ჩემ განცხადებაზე რა არც ვიცი ახლიდან ანა ჩხეტიას მივეცი შევიტანე ადმინისტრაციულ საქმეს და ველოდები იმდენი ის არის ფაქტებია მკიცებულება მაგრამ შალვაშვილი კიდე არის აყალბებს ტენდერებს ატკატებს აკეთებს აი ფაქტია პირდაპირ ის და ეხლა ახალი ისა რა ქვია ჩვენისა ახალი გამგებელია და
ისის რაიონი. ისის რაიონში ჩავიწერე მეთქი რა. შეხვედრა გავაკეთე, აუხსნა რომ აქ არიან კრიმინალები, გაიგე? ხო და არც მირეკავენ არაფერი. დგევარ ვერ ვაფშე წინათ ვიცი რომ ერთ კვირაში 10 დღეში გირეკავენ მოდი მომზადით. ის განცხადებები რომელიც შევიტანე იურიდიული განყოფილებაზე რომ პასუხი მომეცით რა. ეს ტენდერში რომ გადარიცხეთ ფული. ეხლა რა არის? ტენდერში გადარიცხეს ერთხელ 440 თუ რამდენი, ერთხელაც 700. სულ ჯამში რაღაც 100 ლარი. მაგრამ სასამართლომ ჩემგან ბიუჯეტში უფრო წაიღო, არაფერი უფრო მეტი წაიღო. ისე რომ ეს კალაზის წინამდე არავინ არაფერს არ გააკეთა. ბატონო ბორის, ეხლა თქვენ გააგზავნეთ, მოდი მე ეხლა უფრო ცლად ეხლა ვიტყვი თქვენს ამ პრობლემებურ საკითხებს. მე როგორც თქვენგან უკვე მოვისმინე და ჩვენმა მაყურებლებმა უნდა ეს უფრო სწორად, უფრო კარგად მივიტან ჩვენ მაყურებლებამდე ამ ადამიანმა მიმართა ყველა ინსტანციას, მოკლედ. ეს ადამიანი ბრძოლობს უკვე ყველა ინსტანციაში იმისათვის, რომ მოიპოვოს და რაღაცეირად იგრძნოს სამართალი. ნახეთ ახლა წარმოიდგინეთ ისის რაიონის გამგეობა. ხო ის ვინც არის ის შავლაშვილი არის თუ გამგებელია თუ ვინებიც არის კაცმა უკვე რამდენი ხანია დაგიწერათ განცხადება მოგმართათ იურიდიულ სამსახურს და არანაირი პასუხი არ გაეცით იგნორირებას უკეთეთ ყველაფერს ვერ გავიგეთ თქვენ რისთვის ახართ აქ მოსულები კაცო და რისთვის ხართ ხელმძღვანელი პირები რომ ასეთ ადამიანებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება და თქვენ მარტო ფულის საშუალებლად ხართ მოსული იმაში გამგეობებში და სხვა დანარჩენ სახელმწიფო სამსახურებში და ამ ადამიანების ესე იგი ეს განცხადებები იქნება თუ მომართვები იქნება თუ თხოვნა იქნება იგნორირება უნდა გავუკეთოთ ჩვენ ვიყავით და შევამოწმეთ ამ ადამიანის პირობები როგორ ცხოვრობს თავზე ენგრევა სახლი ხვალთუზე ჭერი ჩამოინგრევა მე მოხდება რაღაცა და მე ატეხავთ ვაი ვიშფიშ მანამდე მედით და მანამდე შეამოწმეთ მანამდე დადევით დასკვნები რომ აი ამ სახლში აქ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრება რადგან შესაძლებელი არის დაინგრეს ძალიან მალე ჩვენი თვალით აი ჩვენ არაპროფესიონალებმა ვინც ავართ ეხლა ვიყავით და შევდეთ ტელევიზიის თანამშრომლებმა ჩვენ თვითონ ნახეთ იქ საფრთხეა უკვე იქ უბრალოდ მის გვერდის გავლაც არ შეიძლება აქ ეს კი ცხოვრობს იმ სახლში რატომ აკეთებთ ესეთ რაღაცას სუპერა გასახლებულები არიან რატომ აკეთებთ ასე იქ ახალი ისა საკოფი გასხნეს მიველი ცემეს და ეს ტიგრან არუთინოვი რომელიც სარდაფით ჩემგან წაართვა დიახ ოდა დღეს მოსამართლე ეუნება ისაო ვისი საკუთრობაში სახელმწიფოში რა სახელმწიფოში აიღო დანა მარტყავდა პატრული მოვიდა არანაირი რეაგირება ისნის რაიონში მე მიბარებენ ვეუნები რაზე მიბარებ იმდენი განცხადებები მაქვს პროკურატური გენპროკურორზე რაიონის პროკურორზე რამე მოდი ვისაუბროთ მოველი და ჩამკეტეს ჩემი დაჭერვა უნდოდა ძლივს მოვასწარი არა ეს მირეკავდა თამარ მასხარაშვილი მეთქი ვინახართ ქალბატონო ხო და გამომიგზავნეთ რა ის საფუძველზე მიბარებთ ერთხელ უკვე ისა მან განყოფილებაში წინათ იყო ლაშა მჭედლიშვილი 4 წელი ვისაც ეწერა ეს საქმე თაღლითური გზით როგორც პოლიციელი ტიგრან არუთინოვი წამართვა ძალადობა რამე ყველანი აღიარეს ხო და დღეობით ტიგრან არუთინოვი და მიშა ორთარაშვილი რომელიც შეიტანეს ჩემზე პოლიციაში განცხადება და ისა იმაში სასამართლოში მოიგეს ლაშა მე გადაწყვეტილებაში 2010 წელს ლაშა კოჩიაშვილი წერს რომ ეს არ არის კეთი მე არა ვარ კეთის სინდისიერი ეს ყაჩაღები არიან და სიმბოლურად 250 ლარი გადამახდენა რა ჯარიმა კი არა სიმბოლურად ვერ გავიგე ეს ომის დაწყებამდე 2008 წელს შეიჭრნენ იმასი ხედრიონთან ერთად გრებს აკეთებდნენ ნავთლუღის ბაზარში იყო დაცვის ბაზარში კი არა სადგურზე იყო დაცვის უფროსი აცილებდა რუსებს რო გამოკონდათ იმდენი იარაღი რამე შეებოდა და ყიდნენ მე ბევრი რამე ვიცი მაგრამ ბოდის ვიხდი და აი ესეთი მდგომარეობაში ვარ მინდა რომ ეს და თავარი რა არის რომ აი პრეზიდენტი რომელსაც
რამდენჯერ მივაწერე რომ ელემენტარულად ჩემი და სასაფლაო დაინგრა დაგვეხმარეთ რაღაცა თვითმფრინავამდე მიიყვანეს მანამ საპატრულომ 6 თვის მიერად არ დაწერა არ გადასცა არ მოვიდნენ და არ გააკეთეს რა სასაფლაო დაინგრა და ეხლა საქმე არის კიდე 6 წელია ველოდებით ანაჩხეტიას ერთხელ კამათი მომივიდა პროცესზე არ განხილა აი ესე ვეურები ეს თქვენი თანაშემწე ვიოლა მათიაშვილი რომელიც ჩვენი თავმჯდომარეა ვეურები არის კორუმპირებული თქვენთან და არანაირი რეაგირება კიდე ხარე დაიჭირეს ბოდიში და ბატონო ბორის ახლა მე მესმის თქვენი კაცო მე იმდენი რაღაცა რომ ვილაპარაკო თქვენ იმდენი ამეები და გაატანილი და იმდენ იმხელა ბრძოლაში ხარ ჩამბული და ახლა ბერს ეს ვერ გაუთავისებია და იმხელა კლანებს ეჭიდაებით უკვე იმხელა პრეზიდენტს ვერ დაებები იმხელა კლანებს ეჭიდაებით წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ბიჭო ესე იგი ისე გააკეთეს და ისე შემოაბრუნეს საქმე რომ თითქოს და ეს კაცი იყო დამნაშავე და ამ კაცის დაჭერა უნდათ ბიჭო თქვენ მომისმინეთ აქეთ ადამიანი ხანდაზმული ადამიანი არის პენსიონერი ადამიანი არის რის რომელ დანაშაული ჩადენა კი არა დღეს უკვე იმ მდგომარეობაში არის ხო თავის ზარშოულია უკვე პატრონობა ამ ადამიანს და რომელი დანაშაული ჩამდენი ეს ადამიანი არის ეს ადამიანი ეძებს სამართალს ეძებს და ებრძვის იმ უსამართლო ადამიანებს რომელი უსამართლო ადამიანებიც დღეს კიდევ მეფობენ ამ ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს იგნორირებას უკეთებენ თქვენ რა გონიათ ვერ გავიგეთ მუდამ გაგივათ ესეთი რაღაცეები და მუდამ გაგივათ ასეთი ადამიანები ჩაგვრა მოგეკითხებათ ისოდე მოვა დრო იმისა რომ თქვენს მიერ ესეთი მიდგომები ასეთი დამსახურებული ადამიანებთან მიმართებაში არ გეპატიებათ ჩვენ არ გაპატიებთ მიუხედავად იმისა რომ დღეს სახელმწიფო ხუჭავს თვალებს რაღაცეებზე ჩვენ არ გაპატიებთ იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ დღეს სიმართლისა და რაჯოზე და ამას ბოლომდე მივიყვანთ ეხლა რა მინდა შეგეკითხოთ ბატონო ბორის აპატიეთ თქვენ ახსენეთ საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თქვენ მათ მიმართეთ ხომ გაცხადებით და ვიდეოს გაჩვენებ როგორც პატრული მოვიდა ამიყვანეს პოლიციაში მეთქი ეს ქალბატონი შემპირდა რომ უნდა პროცესზე მოვიდეს ადვოკატი არ გამოცხადდა იმ ადვოკატს ვიკითხები არა მე გამოვიგზავნა სხვაგანო მეთქი სიმართლე თქვა აი ეგ არის სიმართლე რომ ანა ეს რა ქვია თოდუა მოსამართლე იყო იმისი იუსტიციის საბჭოს წევრი და მეორე მაგის წინ რომ მე რაღაცა თქვა ჩათვალე რომ მე ჩემი დამსახურება სწავლა ყველაფერი დაიკარგება და ადგა წავიდა აი ეგეთი მდგომარეობა და ეხლა რა მინდა მთავარი თქვა მოდი მაგავაგზავნოთ ეხლა მაპატიეთ ეხლა ბატონმა ბორისიმ ახსენა საია რომ მიმართეთ საიას ჩვენ ამის ტკისებულებების ბატონებო და როგორ მიმართა ბატონმა ბორისმა საიას ამის ვიდეო კადრებიც არსებობს და მე მინდა ჩვენს ოპერატორს თხოვოთ და უჩვენოთ კადრები საზოგადოებას ის ტკისებულებები როგორ მიმართა ბატონმა ბორისმა საიას და რა დიალოგი შედგა იქ და კიდე ერთი რამე რა ერთი წუთი ბატონმა ბორის ჯერ ვიდეო ვაჩვენოთ და მე შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი მაეს რა არის დაწერილი ქალბატონო ბატონო ბორის ამ საკითხთან დაკავშირებით მე რა საკითხი გაგირეკეთ და გითხარით რა გაგირეკეთ და გითხარით რომ ვერ გაგიწევდით საადვოკატო დახმარებას სო მომეცი წერილი წავა ვერ მოგცემთ ახლა ამ წუთას წერილს მეჩქარება შეხვედრაზე თუ მაინც და მაინც წერილი გინდათ დამიტოვეთ თქვენი მისამართი და გამოვაგზავნით ჰოსტელში აი ზევით კანცელარიაში არ არის ჩატარებული კანცელარიაში დატოვეთ წერილი და იმ წერილზე გამაგდეს აი პატრული გამოუძახე აი წაიკითხეთ აბა რაც რა არის დაწერილი აქ რაც წერია რა წერია განაცხადს ვასაუბრებთ შემდეგ ან ჩვენ წესები გვაქვს ამ კონსულტაციაზე რა წესები გაქვს პეთი მარტო ხელ მითხარით ვინ გაფინანსებთ ვისა თქვენი უფროსები ვინ არიან უკაცრავად პრეზიდენტია თქვენ ვინ არა ბატონო სამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტი იმას ნიშნავს რომ სამთავრობო სტრუქტურებისგან არის ნუ ვინ ვიღაცა მაფინანსებს არა ევროკავშირი და საერთაშორისო დონორები გვაფინანსებენ იმათ უნდა მიმართო თქვენ რომ არაფერს არ ეხმარებით უდაუცავ ადამიანს ბატონო ნახეთ ძალიან მარტივად განგიმარტოთ ახლა და მართლა უნდა დავყავოთ ბოდიშის მოვდით თქვენი სახელი ვერიკო ჩერენე ვერიკო ეხლა მე რა პატრული კიდე გამოუძახო და პატრული რატომ უნდა გამოიძახო რომ დააფიქსეროს აი როგორც ესა რომ თქვენ არაფერს ყურადღებას არ მაქცევთ ბატონო ბორის განგიმარტოთ
ვისაც გინდათ ის გამოუძახეთ, ეგ თქვენი საქმეა, მაგრამ განგემარტავთ, რომ ჩვენ ამ ტიპის საქმეებზე, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ მოგმართეთ, ადვოკატის გამოყოფა არ შეგვიძლია. Значит, მე მომისმინეთ. წერილობით ამის მიღება მისამართზე გამოგიგზავნით. მეტი როგორ მომისმინეთ, თქვენ ეუბნებით ევროსაიუზით აფინანსებსო? Значит, უნდა მიმართო ევროსაიუზს. ეგრე გამოდის რა. როგორც გინდათ ბატონო. არა, როგორც გინდათ, არა, ეს ხილბოსტანი კი არ არის, ქალბატონო, ესეთი სერიოზული. დაველოდო რომ ჩემ დატოვეთ განცხადება ზემოთ. მომისმინეთ. რა თუნდა განცხადება? მაშინ მე დამიტოვე. აბა ეს რა არის? განცხადება არ არის, ეს რა არის? განცხადება არ არის? ამას ვადა არ აქვს? ბატონო, განგიმარტეთ ამაზე პასუხი და წერილობით მოწერის ვალდებულება არ გაგვაჩნია. სახელმწიფო სტრუქტურა არ გახლავართ ჩვენ. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია. გითხარით, ამის რესურსი გვაქვს, ამის რესურსი არ გვაქვს. და საერთოდ ჩემი უამრავი კოლეგა გეხმარებოდათ თქვენ, მე აქ 5 წელია ვმუშაობ და აი მომეცით რაში დამეხმარეთ ის ცნობები მომეცით. ბატონო, ვერ მოგცემთ ვერანაირ ცნობას, იმიტომ რომ არ მაქვს ახლა რა თქმა უნდა ეს ისე პირას მაგის ინფორმაცია და ვერც მოვიძიებ, იმიტომ რომ თქვენნაირი აქ მოდის ძალიან ბევრი. ჩემნაირი ძალიან ცოტა მოდის. და განცხადება დამიტოვეთ, განცხადების ასლი, რომელზეც გინდათ პასუხის გაცემა და წერილობით გიპასუხებთ. დამიტოვეთ განცხადება. იქ არის თქვენთან კანცელარიაში, ხოჭი. კანცელარიაში დარეგისტრირებულია? ქალბატონო, თქვენი კანცელარიაში განცხადება რეგისტრირებული გაქვს? ეს რა არის? დაწერილი, წერილი, რიცხვები ამოწერილი, ადი კანცელარიაში ნახე. გიპასუხებთ ახლა დაგემშვიდობებით. გიპასუხებთ წერილობით, რომ ვერ გეხმარებთ. როდის? ამ წუთას ვერან, როცა შევძლებთ გიპასუხებთ. უახლოეს დღეებში გამოგიგზავნით პოსტით. მისაღებია? ვაფშე არ გაგიხილია ჩემი მე რა განხილია რომ რა ხარვიზებია მოსამართლების წინ. ბორის, მე ბოდის ვიცით უნდა დაგემშვიდობოთ. შეხვედრაზე უნდა შევიდე. წერილზე გიპასუხებთ წერილობით. გასაგებია? რომელ წერილზე უნდა მომცეთ პასუხი? განცხადება რაც დატოვებული გაქვს ზემოთ, წერილობით გიპასუხებთ. მე პოსტით გაუგზავნე. როდის გამოგზავნოთ? არც მე გინდა შეიხედოთ ერთი წუთით. ამდენი ხანი. ქალბატონო, ვერ გავიგე მე სამართლებიდან გამოველი. რა მიწოლაზე ხარ თქვენ მინახარ ვერ გავიგე. ბატონო ბორის მოხვედით და გვეჩხუბებით აქ და გვანძღავთ. აბა სხვანაირად არ გამოდის. ერთი წუთით რა თუ ნუ მემუქრებით რომ ევროპარლამენტი და ისინი გაფინანსებენ. თქვენ თუ თაღლითები ხართ. კარგად წენდებოდეთ თაღლითები, ვისაც გვინდა საერთო კომუნიკაცია. აი ნახავთ თუ არა. აი ბატონებო, ხომ ნახეთ თქვენი თვალით. რა ხდება და რა მდგომარეობაა იმ საერთოდ ხა თქვით ბატონო ბორის მე კიდე რა მინდა დავუმატო რა, იცით რა. აი ეს ტელევიზია, პირველი არხი, რომელიც ქალბატონი სალომე ზურაბაშვილი გამოდის ეუბნება ბავშვებს, სტუდენტებს. აი ტევ პირველზე ამბობთ ხო, ტევ პირველზე. ტევ პირველი, აჯერ მიველი იმას, რა ქვია, გრიგოლიას თხოვენ იქ თავიანთ ჟურნალისტებს. გამიშვით, აი როგორც თქვენ რა, დამიძახეთ 5 წუთში, კი ბატონო რა, ფაქტები არის, всё, გაუშვით ეთერში რა, რომ ცრუ ჩვენება არ იყოს მე, შეიძლება მე თაღლითი ვარ, მაგრამ ამდენი რამე 15 წელია ვედავები სასამართლოში, მაგრამ სასამართლოში კიდევ მიდის უზენა, წინად ლაშა კოჩიაშვილი იყო ისა პირველ დისტანციაში იყო. მერე გახდა უზენაეში. და უკვე აბა ეგ საქმე მე არ ვიცი როგორ დაახმაყოფილებენ. მანამ რაღაც სერიოზული. ეხლა ისაც ვისაც ეწერა საქმე ისნის მეოთხე პოლიციაში ლაშა მჭედლიშვილს ის გახდა პროკურორი იმისი დიდუბეთ შუგურეთიდან იქიდან მოვიდნენ ამიყვანეს სახში ჩხრეკა ჩაატარეს მეთქი რისი რა წავიკითხე რომ რომელი მუხლია რომ იარაღის შენახვა ის რაღაცა და დაწერილია თუ წინამდებობა ლიკვიდაცია გამიკეთო დავარდი ლოგინში ინფაქტი დამარტყა სასწრაფო მოვიდა ეს მკვდარი სად უნდა წაიყვანოთ აიღეს იარაღი უკან ჩადეს 6 კაცი ერთი ორნი ერთ ოთახში ორნი მეორე ოთახში რა ვიცი ეს როდის რომელ წლებში ხდებოდა ბატონო ეს 2016 წელს 9 მარტს და მე ეს პროკურორი გახდა ადამიანის უფლებები გენერალურ პროკურატურაში
იქაც მივაწერე. მეთქე აი კიდე სხვას მისწა მიმართო. სადაც გინდა მიმართე მეუნებიან. დაბადიეთ ეხლა, აი ნახეთ ეხლა ძვირფასო ტელემაყურებლებო და მე მინდა ხელისუფლებას და მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ მომისმინოს ძალიან კარგად. ბატონი ბორისის ამბობი და ნათქვამი. მოხუცებული კაცი, პენსიონერი კაცი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ გააჩნია. რა შეჭირდება ამ ადამიანს იარაღი? გეკითხებით მე თქვენ. რა შეჭირდება ამ ადამიანს იარაღი? სახში, სადაც არაფერი არ აქვს, თავზე ენგრევა ის სახლი, რომელი მტერი ამას ამაყავს და რომელი მტრის მომგერიებელი ეს ადამიანი არის. აქ ძლის მოვიდა და აქ ტელემაში, აქ სტუდიაში ძლის დაჯდა ადამიანი. რას აკეთებს? აღარ ანებებთ თავს ამ სააკაშვილის დროინდელ მეთოდებს, ამ იარაღებისა და ნარკოტიკების ჩადებებს და ადამიანების გამწარებებს. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ეხლა ამ ადამიანს რომ რაღაც ცოტა აქტიური ცხოვრება ქონდეს, რაღაც ბიზნესები ქონდეს, რაღაც აი სადმე ვიღაცა პრობლემები ქონდეს, ხო? მაშინ კიდე რაღაც შეიძლება რომ ქონდეს ადამიანს და მოგივიდეს თავში ასეთ რომ იარაღი გჭირდება, რომ იმისათვის რომ ვიღაცა არ მოგივლოს, ამ ტრები ყავს. ამას რა თქმა უნდა იარაღი კაცო, გამაგებიეთ თქვენ მე? იარაღი რა თქმა უნდა ამ კაცს ბიჭო? გეკითხებით პენსიონერ კაცს ავამტყოფ ადამიანს რა შეჭირდება, რას აკეთებ თქვენ და მე კიდევ ასეთ დაანშაულის ჩამდენ პოლიციელებს აწინაურებთ, პროკურორებს ხსნით და იმას უფლებების დამცველად ხდით. როგორ შეიძლება? მიიღეთ ზომები. გენერალური ინსპექცია იმისთვის არის რომ შეისწავლოს გაფიცრები და მიიღოს ზომები და დასაჯონ დადასტურებები. ერთი წუთით რა, აი დიახ, ხელ ტელეფონი ჩემთან არ არის. თუ კიდეთ გავსინჯოთ. სადაც შევდივარ სამორიგიოში დაწერილია 126. ეს არის გენერალური პროკურორი. რო თუ რაღაც არ ეთანხმები. ვრეკავ, წინათ ვიღებდნენ, ხო, კაი და ეს იწერება საუბარი. ეხლა ჩემი ნომერზე არ პასუხობენ. აი ეხლა კიდე დაგირეკოთ 126-ზე არ იღებენ. სულ დაკავებულია, ელოდეთ, ერთხელ 5 ლარის ჩავრიცხე ტელეფონზე წავიდა. არაფერი პასუხები არ არის. კაროჩი გავარა დავზერე ეხლა 2-3 თვის წინათ ახალი შინაგან საქმე მინისტრი. პასუხი არ უნდა მომწეთ თქვენ. ვის რა თმინდა რომ გზავნით იქ ჩიხეში? ის კრიმინალებს რო ინახავენ. პასუხი მომეცით რა. ვერ გავიგეს ეს ბატონო ბიზნეს არ მიდის იქამდე რა. არ მიდის, არაფერი იქამდე არ მიდის. იცით რა არის? როგორ არ მიდის და თუ დაიჭირეს ეს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეხლა სულ ყველაფერი არის დამოკიდებული იმას დინარაძეზე. მამუკა დინარაძე არის ძლიერი პიროვნება. ეგ არ აპატიებს. მაგრამ ისინი იმდენი არიან პარლამენტში ზიან ეხლა ვოლსკი რო არ იყოს, რომ ესე აჩვენა ხალხს. ეგ რა არის თუ ძველი კომუნისტი თუ ეგეთი რამე დადიხარ კაი მანქანით, კანეშნა, კაი ისინი გაქვს პოზიციები რამე, კარგად ჭამს ვამ, კაი ხელფასები გაქვს, თქვენი შვილები გულაობენ საზღვარგარეთ და ჩვენი შვილები უნდა ნახოთ ეგრეა. ბაბთელი იმიტომაც გამოდიან. აი რომ პარლამენტში ვინც არიან ძველი ისინი დეპუტატები უნდა სულყელას პასუხგებაში მისცეს. ვისაც ფაქტებით არის, ყველას კი არა. ვინც აი ეხლა კიდე გვეუბნე უზინაეს სასამართლოში ზის ის ადამიანი რომელიც აძლევს იმას პოლიციის უფროსი რა შუაშია 5 წელია განცხადება მაქვს დაწერილი პასუხი არ მაძლევს. ჯაყელი რო არის. მოკლედ ბატონებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეხლა მე რა მინდა გითხრათ თქვენ. ნახეთ ეხლა ბატონო ბორისმა ახსენა მთელი ეს სახელმწიფო ორგანიზაციების სტრუქტურები, ძალოვნები, გამგეობები და ახსენა საია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ხა თქვენ კადრები ნახეთ, როგორ ეპრობენ ამ ადამიანს და როგორ ატყუილებენ, ის ვერიკო ჩხირელი და იქ იყო მაშინ იმ დროს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. ანა ნაცვლიშვილი არის ვინ? ანა ნაცვლიშვილი არის მომზადებული აგენტი. ეს ადამიანი მოამზადეს ინგლისში მოამზადეს ეს ადამიანი. შემდგომ ეს ადამიანი გახადეს პარლამენტარი. ნახეთ პარლამენტში რა მდგომარეობაში იყო, ყველა კანონ პროექტებს როგორ ბლოკავდა, როგორ ესე იგი იქ საკომიტეტო მოსმენებზე რა დღეში აგდებდა თვითონ იმას კანონ პროექტების წარმოქმნებს და მე როგორ ამოაყირავეს მაგიდები, ეს შემთხვევით არ ხდება.
ეს არის ყველაფერი მიზანმიმართულად. ეს არის საბოტაჟი ქვეყნის. ესენი არიან მომზადებული აგენტები, რომლებმაც უნდა შექმნან საბოტაჟი ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს მოექცენ იმისათვის, რომ შემდგომ ეს ადამიანები დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. გესმით ასია საქმე. აი ვინ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენი აგენტი გამოჭედა ჩვენთან ქვეყანაში საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და როგორ მოექცევიან დღეს ასეთ ადამიანებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმის ნაცვლად რომ მათმა დაიცვან ადამიანის უფლებები, ასეთი ადამიანის უფლებები, ისინი პირიქით აკეთებენ ყველაფერს. ასეთი ადამიანებს უფუჭებენ საქმეებს. სასამართლოში სპეციალურად გაუფუჭეს საქმე, შემდგომ ვადები ამოწურეს და სასტუმროში არ გაუგზავნეს საქმე, ანუ გააკეთეს, იმიტომ რომ შემდგომ ამ ადამიანმა გამოთქვას უკვე პრეტენზიები ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ეს ორგანიზაციები მე მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართოთ. ბატონო ბიძინა, ბევრი ყავთ საბოტაჟნიკები მთავრობაში და ციცოდეთ. ბევრი ყავთ საბოტაჟნიკები პარლამენტში. ბევრი ყავთ საბოტაჟნიკები ძალოვან სტრუქტურებში, რომელიც ადამიანების დღეს სპეციალურად ქმნიან ქვეყანაში პრობლემას, იმისთვის რომ მოსახლეობა აგიმხედრონ და მოსახლეობამ თქვენ წინააღმდეგ იმოქმედონ. რაც პირდაპირ გეტყვით რომ კარგად მუშაობს. ის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში გამოდის, სწორედ ასეთი დივერსანტების და საბოტაჟნიკების მიერ შექმნილი პრობლემები და გამოდიან ქუჩაში. მე ვიცი რომ თქვენ კიდევ საქმის გაკეთება. მე ვიცი რომ არის კიდევ ქართულ ოსმალეთში ბევრი კეთილსინდისერი ადამიანები, რომლებიც ახლა ბატონ ბორის ისმის არ იყოს დინარაძე და სხვა დანარჩენები კიდევ, რომლებიც მართლაც აკეთებენ საქმეებს და უნდა საქმის გაკეთება, მაგრამ გაუშვით ის კორუმპირებული ხალხი, მიეცით პასუხებაში ის ქვემოთ, ქვედაფენა, სადაც განცხადება მიდის ასეთი ადამიანების და პასუხსაც კი არცებენ და რეაგირებასაც არ აკეთებენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სწორედ იმისათვის, რომ აგენტურული საქმიანობა აწარმოონ ქვეყანაში, დასაჯეთ ისინი. ანა ნასრიშვილი ხო არის და ანა ნასრიშვილის მამამ მოიზიეთ, კაცო, მოიკითხეთ, როგორ იყიდა ქუთაისის ავტოქარხანა კაპიკებში, რომელი ავტოქარხანაც უნდა განვითარებული იყო და დაესაქმებიან დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასეც იყო საბჭოთა კავშირის დროს ქუთაისის ავტოქარხანა მუშაობდა სრული დატვირთვით. შემდგომ ანა ნასრიშვილის მამამ ეს ქარხანა იყიდა, დაანგრია, დაშალა, გაყიდა, აგურაგურ და აი თელი ქუთაისიდან აქეთ მიმდებარე ქალაქები და რაიონები დატოვა უმუშევერი ხალხი. ეს ხო საბოტაჟი არის და თქვენ გვესაუბრებით იმაზე, ანა ნასრიშვილო და თქვენაირ ადამიანებო, რომ თქვენ ეროვნული ხალხი ხართ. აი ეროვნული ადამიანები, რომლებიც დღესაც არჩევდებიან და პირდაპირ ბრძოლის ველზე არიან გამოსვლილი და ბრძოლობით იმისათვის, რომ ქვეყანაში აღიკვეთოს უსამართლობა. და ამას მიაღწევს ეს ადამიანი ჩვენი გვერდში დგომით, ჩვენი დახმარებით და თქვენ კიდევ ქართულ ოცნებამ და ბატონო ბიძინამ ასეთი ადამიანები დასაჯეთ და მიეცეთ პასუხებაში. შეგიძლიათ ახლა ბატონ ბორჯი გავაგზავნოთ რა. არა, მე ერთი რამე კაი თქვით, რომ მარტო აი ბიძინა ივანიშვილი სომხური თეატრი, რომელიც სააკაშვილი ამდენი წელია არ უნდა აღდგენა. მთელი სასომხეთიდან ჩემი ნათესავები უნებენ რომ ეს რა გააკეთა, აი ესეთი სასაული რაღაცა რომ ბიძინამ ხო? ბიძინამ 3 მილიონი დახარჯა რა თავის რეიტინგისთვის რო აწიოს, ესენი უმადლობელები არიან. ვინმე თქვა რომ ბიძინა მადლობ, მე ვთხოვ კიდე დროზე ერთი გახსენით პატარა ბავშვი ერთი 70 წლის წინათ რო დავდიოდი და უყურებდი აი ერთი გრიგორი იყო ისეთი სპექტაკლი რო ტიროდი, აი ბავშვი ვიყავი, რომელიც ბავშვი ფშიერი დადიოდა და ეძებდა საჭმელის ისა რომ ოჯახი შეინახა. აი ეგეთი რამე და ესენი ანგრევენ თო. კარგით რა თო. რა შუაშია ჩემი ნათლია თო, იქ წერს იმაში და აქ კიდე აჭიანურებენ წლებით აჭიანურებენ. მიზეზი რომ მინდობილობა, მაგან მე მომცა არა მეუფლება არ მაქვს უზინაიში. ეგ მიზეზია? ხო მაინც გავაკეთე, ხარბიზის შევასწორე, ჩაველი, ხუჯერ მაქვს ჩასული ახალი ესე მინდობილებები წამოვიღე და ეხლა ესეთი ბატონო ბორის გოდიში რომ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ კიდე ერთი რამე მინდა. დიახ. მე ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, მარტო თქვენ შეგიძლიათ გაასწოროთ. ის ორი სკამზე რო ზიან თქვენთან იქ პარლამენტში. ეხლა სახელები არ მინდა, თქვენს კარგად იცით.
რა გაუკეთებიათ გამგეობაში რამე ეხლა იგზიან არაფერი თავის ინტერესზე სულ უნდა ჩააბაროს სახელმწიფოს ესე კი არა 1 მილიონი მისცენ და 100 მილიონი ჯიბეში დარჩეს არა სულ ყველანი უნდა ეგ მარტო შეუძლია გააკეთოს მამუკა მდინარაძეს სხვა არავის აი როგორც არაპატია ელისაშვილს რომ რეკლამისავით რომ დაარყა მე თქვი ეს ორი წელი მაგას არ აწყობს ეს სავაზ ისეთი მუხლით რომ ციხიდან არ გამოვა ეგაც და კიდე ბევრი რომელიც ღირსი არიან ბატონო ბორის ეხლა ჩვენი დრო ამოიწურა საკმაოდ ესე იგი დიდი სამუშაო გვაქვს ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი დღით არ თავდება ეს გადაცემაც ეს ისა ეს ამას გაგრძელება ერთმა ძვირფასო ტელემაყურებელო რადგან ეს არის ძალიან დიდი საქმე არის ძალიან რეზონანსული საქმე არის და ამიტომ ჩვენი ტელევიზიას ბატონ ბორისთან ერთად მუშაობს ამ საქმეებთან მიმართებაში და ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით და გადაცემაში ბატონი ბორისიც იქნება და ის მთლიანად მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაციებსაც მოგაჭვით, რომელიც ჩვენს მიერ იქნება მოპოვებული. და ასეთ ადამიანებს მე კიდევ ვიმეორებ, აი ესეთ მართლაც დასაფასებელი ადამიანებს ყურადღება აქვთ მისაქცევი. ნუ აკეთებთ იგნორირებას, გეუბნებით. ამ ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს თავიანთი მხრებით საქართველოს და მოიტანეს თავიანთი მხრებით თბილისი. დედაქალაქი. თბილისი, სადაც ის კოლორიტული ცხოვრება იყო და არსებობდა ამათმა მოიტანეს. აი ერთი რამ მინდა თქვა რა. აი მე მიბარებს ისნის რაიონის პროკურორი 24 საათი მაძლევს როგმე ქვეყანა დამტოვო თორე დიდი ნათია მკვლელაძე აი მაქვს ყველაფერი ნათესავებს დავრეკე არა რუსეთში არა ევროპაში თქვი მიშველეთ რა ვიზა გამომიგზავნეს ვიზა მიველი საელჩო შეეუნებს სააკაშვილის დროს რას ლაპარაკობთ თქვენ პოლიტიკური ჩასმა ესა გინდათ აი შესაფარიო ხო მეთქი რა აი ფაქტები არაო რა უარი თქვეს ჩამოვიდა თვითონ იქიდან ჩემი ნათესავი დის სიძე ჩემი და შევიდა ჩემთან საელჩოში მაინც უარი თქვეს და დარჩი ხაფანგში იზოლებული ვიყავი მიმართე რუსეთის ფედერაციას ავიღე დროებითი ავიღე ისა ვრემენი პრაჟიბანია ხო და ეხლა ვადა უკვე თავდება თქვენს რომ ან აიღე მოქალაქეობა ნუ შემომთავაზეს მეთქი ეს მოქალაქეობა რომ ავიღო ეს რაც წავიდნენ ეს ყაჩაღები რა წაიღეს ვინ მომცემს შვილიშვილებს ქუჩაში დავტოვო მომეცით ის რაც ვიშრომე 13 წლიდან მუშაობდი სახლი კომერციული ფართი წამართვეს აღსრულებელ ბიუროში ჩემი მეზობელია ერთი ლაგვილავა აიღო იმის არსი ავლაბრისგან ფული შეინახა თავის იმად გააკეთებინა სახლი და მე კიდე აქეთ მუქარი 2 წვა არიან აი ესეთია რა ყოველ ხრიდან მოკლედ ბატონო ბორის ჩვენ გავაგზავნეთ მუშაობას აუცილებლად თქვენთან ერთად მე ახლა პროდიში წვედა უკვე სხვა გზა არ არის კიდე ერთი მიმართა ბატონ დინარაძეს უკვე სხვა აბა კიდე გენპროკურატურაში იმდენი მაქვს დაწერილი იგზის ლაშა ჭედლიშვილი ჩიხეში გზავნის ან არ გაგზავნის არც პასუხი მიწერს აი ელემენტარულად დამიწეროს რომ იმას დაავალე რეკავს იმას რომ მაგისი ლიკვიდაცია გააკეთეთ მე ახლა პატრული გამოუძახე მოვასწარე რომ ჩემი დაჭერა უნდათ მოვიდნენ ესა კრიმინალური პოლიცია უკვე დამზადებული რომ წამალი უნდა ჩამაგდონ რაღაცა და პატრული თქვა რომ სასწრაფოც იდგა და გადატრიალდნენ წავიდნენ აი ესეთი ცუდ მდგომარეობაში ვარ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს ახლა დღევანდელი ხელისუფლება რაკნას ბიძინა იმანიშვილი აი რაკნა მეტი კიდე რაკნას ყველას ხელფასები ამატებენ მანქანები ახალი აძლევენ კარგი რა ცოტა ნამუსი არ უნდა კონდეთო ცოტა ნამუსი თუ მომცენ ესეთი პენსია მაგათ ორჯერ მეტი ხელფასი მაგათ რაც უნდა ტრანსპორტით არ დადიან შვილებს სახელმწიფო მანქანით მოყავთ ცოლები რაღაცები მიდიან მაგ მანქანები ისვენებენ კაი ბოდიში ბატონო ბორის კაი ჩვენ დრო ამოიწურა და ამიტომ ეხლა თვითფასო ტელემაგროვებთან გემშვიდობებით ჩვენ გავაგზავნეთ მუშაობას და ვიმუშავებთ ბატონ ბორისთან და არავის არ ეგონოს
ჩვენ რადგან მოვკიდეთ ამ ტელევიზიამ ხელი ამ საქმეს, ბოლომდე მივიყვანთ და ასეთ ადამიანებს და ბატონ ბორის არავის დავაჩაგრინებთ. ეს ისე თქვენ კორუმპირებულებო, მაფიოზებო, დივერსანტებო, აგენტებო, ყველა მიცოდეთ, ყველა პასუხს აგებთ, იცოდე. ყველა პასუხს აგებთ ასეთი ადამიანების წინაშე და ჩვენ წინაშე და ქვეყნის წინაშე. ამ ქვეყანას არ დაგანგრევინებთ, არ დაგაჩაგრინებთ, არ გაგანადგურებიებთ იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებისა, რა სიყვარულით ამ ადამიანმა მოიტანეს დღემდე. აი ერთი კიდე რაღაცა მინდა დავუმატო რა. აი ყველგან ვისთანაც მიველი ადვოკატები, რომ საემ უარი თქვა, იძულებული ვიყავი მიველი თქვეს, რომ სასამართლოში არის მაგარი ადვოკატი, რომელიც მეთქი სახელმწიფო ომარ უხდის. ვისა ნუგზარ ისა რა გვარია და ამავიცა და მიველი ნუგზარას. მეთქი ნუგზარ თქვენ ახართ რამე ხო კი რომ ვიცნობდი წინათ მე მგონი პროკურორი იყო თუ რა. ორი ძმა იქ ჩალიჩობენ. ხო და მეთქი აი ესეთია არც სარჩელის დაწერვა უნდა დანიშნულია ისა სასამართლო და просто გამოხვიდეს შუამდგომლობით რომ ეს ლუკა 2011-ის ისა გამოვიდეს რა პროცესზე. არაფერი არ გააკეთა ის 1200 თავის ჯიბეში ჩადო ისაც რომ დაიკარგა ისაც დაიკარგა აი მე თქვენ გაჩვენებთ როგორ იქცევენ იქა შესასვლელთან რომელიც ხალხს აყაჩაღებენ ადვოკატები. შემდეგ გადაცემაში გავაკეთოთ. შემდეგი გადაცემა არა ელემენტარულად შეგვიძლია გვაჩვენო მეტი არაფერი. ბატონო ბორის, აბა გეშუდობებით ვიფასო ტელემაყურებელს კარგად ვადებოდეთ. მომავალ შეხვედრაზე. მადლობთ ბატონო ბორის მობრძანებისათვის და თქვენი გულის ტკივილი რომელიც დღეს თქვენ უკვე უთხარით საქართველოს. ეს ბოლო იმედია თქვენ და ბიძინა ივანიშვილი. კიდე გეუბნები. მე კარგად ვადებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.